მოგესალმებით მეგობრებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. ეხლა ცოტათ რო გამომიჩნდა, კვირაში 2 დღე ხოლმე დამყავ ჩემი შვილი ფეხბურთზე, აქვე ლისზე და კვარტალში და ამოვდივარ ხოლმე ლისის სახლში და მეთქი ეხლა შემდეგ ვიდეოს ჩავწერთ, ხო და მოკეთ ცოტა შეზღუდული დროით ვარ, მაგრამ ვიდეოს ჩაწერას მოვასწრებ. დღეს მინდა ვისაუბრო ბლენდების შესახებ რა, თამბაკოს ტიპებზე ჩვენ ვისაუბრეთ და ვიცით რა ტიპის თამბაქოებიც არსებობს, რომლისგანაც შედგება ძირითადად ბლენდები და აი მათი მიქსები ქმნის რაღაც უფრო სასიამოვნო არომატულ ნაზავს, რომელიც ძალიან კარგია მოსაწევად. ძირითადად ვიტყოდი რომ არის 3 ძირითადი ბლენდი, ამ 3 ძირითადი ნაზა, ასე ვთქვათ, 3 ცნობილი მიმართულება, ასე ვთქვათ. ეს ერთი არის ინგლისური English blends, ასე ქვია, რომელშიც ყოველთვის არის ლატაკია, ანუ ინგლისელებს როგორც ხვდები მოსწონთ ძალიან ესეთი smoky ყვამლიანი მოსაწევი, რომელიც აი ლატაკიას რაღაცა თავისი ესეთი ორიგინალური გემო აქვს და ყველა თამბაქოს რაღაც თავის გემოს აძლევს, თან უფრო smoky არის, უფრო აი ოთახშიც რაღაც ისეთ სუნს ტოვებს და ცოტა ისეთია რა, ანუ აი თუ გინახავთ ფილმებში რომ ეწევიან და დაბუღულია ოთახები, აი ძირითადად და ალბათ ძირითადი ის ლატაკია არის, ძირითადად მაგის მიზეზი. და მე ლატაკიასთან ერთად სხვადასხვა შენაზავები არის. წამყვანი ლატაკია არ არის, მაგრამ დიდწილად ყველა ბლენდში არის ლატაკია. და მინდა რამდენიმე ინგლისური, ასე ვთქვათ, ბლენდი გაჩვენოთ რა. აი მაგალითად ამას პირდაპირ აწერია, ნახეთ, English blend, ხო და აი ნახეთ აწერია with authentic latakia. ანუ ლატაკიით არის და ანუ სასიამოვნო მოსაწევია ინგლისური ბლენდები რა, ძალიან მომწონს. მაგრამ აი გიждები თქო ვერა რა, ჩემი ფავორიტი მაინც ვირჯინია. ეხა აი ამაში მაგალითად ეს პეტერსონის early morning pipe, ხო, ძალიან პოპულარული მოსაწევია. ამაში არის ესე იგი ორიენტალ თაბაკო, ანუ ორიენტალი ლატაკია და არა ლატაკი არ არის, ორიენტი არის და light red virginia, ანუ virginia არის, მაგრამ English mixture რა. ლატაკიაც არის როგორ არა, ნახეთ ბოდიში. ესე იგი არის virginia, ორიენტალი და ლატაკია. ანუ ლატაკის გარშე ინგლისური ფაქტიურად არ არსებობს, ხო? და აწერია Z კიდეც რომ English mixture. English mixture. ეს მეორე, ხო? ეხა მესამე ეს არის Cornell-Dalis Yale mixture. ამაშიც, ესე იგი ლატაკია და ვირჯინია. პირდაპირ არის. სხვათა შორის ხო მინდოდა რომ ერთი რაღაცა მეთქვა. აი ამათ აწერია თავისი სხვა სიძლიერე აწერია, რომელშიც არის ვირჯინია. ამას არ აწერია მოკეთ სიძლიერე, მაგრამ ნუ სასიამოვნო მოსაწევები, ანუ ინგლისური ბლენდები ძირითადად ძლიერი ნიკოტინის შემცველი არ არის, ძლიერი არ არის. აი ძლიერს რას უძახი, იცით, ჩემი ახსნით, აი მაგალითად აი ნახევარ ჭიბუხს რომ მოწევან, ცოტა მეც და უკვე აი რომ ცოტა გონია რომ ფეხებში მოგჭრის, სასიამოვნოდ რო გზნობთ თავს რა. ანუ ესე იგი ეს ნიშნავს რომ დიდი რაოდენობით ნიკოტინი მოდის და ანუ ეგ ითვლება რომ ეს არის ძლიერი მოსაწევი რა. ეს მეორეც low country cooper-ი ერთ-ერთი ჩემი საყვარელია სხვათა შორის, ამას ძალიან სასიამოვნო გემო აქვს და ესეც არის ლატაკია, ორიენტალი და bright and red virginia რა. ანუ ლატაკია, ორიენტალი და ვირჯინია. ანუ ორიენტალიც ძირითადად ინგლისურ ბლენდებში, ანუ ჩვენ ხო ვთქვით რომ ორიენტალ თამბაქოს ძირითადად ინგლისელები და აი და დასავლეთ ევროპელები ეძახდნენ ორიენტიდან წამოსულ თამბაქოს, ხო? ანუ თურქულ თამბაქოს და ანუ ძირითადად მაგათ ბლენდებში, ინგლისურ ბლენდებში ხდება ეს თამბაქოებიც. ეხა შემდეგი მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ვირჯინიას მიმართულება, ვირჯინია და ბორლი რა. ბორლის მიმართულებაც არის, ანუ უფრო ამერიკული ვერსიაა რა. ვირჯინია ბორლი არის ყველაზე პოპულარული ნაზავი, ასე ვთქვათ, რაც, რა ვიცი, სხვადასხვანაირად, აი სხვადასხვა პროცენტული შიმით რა. თანაფარდობით. მაგალითად ეს არის ვირჯინია და პერიკი. საუკეთესოა ვირჯინიას ოჯახია. საუკეთესო მოსაწევია, საშუალოზე ცოტა მეტი ძლიერია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბლენდია. ეს არის
ესე იგი Virginia და Burley. Virginia და Burley. ხო, ესეც ძალიან საუკეთესო. ანუ ხო ხვდებით, ანუ აი სხვადასხვა, ეხა რატო გეუბნებით, აი ნახე ეს სხვა, ხო, მაგრამ თითქმის შემადგენლობა ერთი და იგივეა, მაგრამ სხვა ნაზავია სხვადასხვა, სხვანაირად დამუშავებულია, სხვანაირად დაფერმენტებულია, აი ეს თამბაქო და შესაბამისად ყველას აქვს სხვადასხვა სახელი, შესაბამისად სხვადასხვა გემო აქვს, რა. თუმცა Virginia და Burley, ხო? აი ეს მაგალითად or dark fired. ეს არის ესე იგი pressed Virginia, ანუ დაპრესილი და ესე იგი ის რა ქვია დაფერმენტებული Virginia და Burley's dark fired Burley's ნაზავია ესეც რა. ანუ ეს შესახედავად არის ეს ლამაზი ძალიან არ მომეწონდა ესე ვიყიდე იმის გამო რომ მომწონდა ეს რა ქვია რაღაც ეს ასეთი ტიპის ჩასადები რო ქონდა, თუმცა დიდი არაფერი თამბაქოთი ვერ გადავირიე რა, ის ნაზავი არ არის კარგი. აი ეს შემდეგი Irish flake არის პირდაპირ Burley და Virginia. და აი აქ აწერია კიდეც strengths, aromatic taste და room note რა. ესე ხარისხდება რო ყიდულობთ რა. ამას აქვს 5 აქვს strengths-ი რა, სიძლიერი აქვს 5. ანუ ძალიან ძლიერია ეს რა, აი ეს იყო ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო კიდე და არის, იმიტომ რომ აი ცოტა ვთქვათ პატარა ჩიბუხში რომ მოწევ, აი სასიამოვნო იმას გაძლევს, შეგრძნებებს რა, აი ესეთი ძლიერია რა. აი ჩემი შვილი მაგალითად ახლა არის 21 წლის. ხო და ხანდახან ვაძლევ ხოლმე უფლებას რომ ჩიბუხი მოწიოს და ამას ვერ ეწეოდა. პირველი ორი ის ნაპასი არ ქვია, მაგრამ პირველივე რაღაც რომ დაიწყო მოწევა, ეგრევე იგზნო ძალა და არა უმეტი აღარ მინდაო და დაანება თავი. ანუ ეს ესეც ძალიან სპეციფიკური მოსაწევია, ისეთი რა, გამოცდილი, ცოტა ესეთი ნიკოტინი შეგუებული ადამიანებისთვის რა. აი ესეც არის Virginia და Burley's ნაზავი, თუმცა აი ამ ვერსიაში არის Virginia ბრაზილიური და Burley არის ის რა ქვია, უბრალოდ Virginia არის აფრიკული და ბრაზილიური და Burley არის მალავიში, აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, მალავი ერთ-ერთი ცნობილია თამბაქოების წარმოებით და მალავის ის რა ქვია, Burley. სიმართლე რო გითხრათ, ესეც ძალიან არ მომეწონა, ცოტა უფრო სხვანაირად ცოტა განსხვავებული გემო აქვს რა, ჩვეულებრივი Virginia და Burley-სთან შედარებით განსხვავებული გემო აქვს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ჯიშის თამბაქოებია, ხო? თუმცა ანუ აუცილებელია რომ და აუცილებელია სასიამოვნოა რომ შეიგზნოთ. აი ძალიან ეხა მე ჩემს ბუხართან რომ ვიღებდი ხოლმე სურათებზე ის რომ მქონდა ესენი ჩამოვლაგებული, ხო? ის არის ფაქტიურად მას შემდეგ რაც გადავწყვიტე რომ ვიდეოები ჩამეწერა, რომ დავიწყე შეგროვება და აღარ გადავყარე რა. თუმცა ძალიან ერთი დიდი ჩანთა ფაქტიურად რა ვიცი ერთი ეს მამა ჩემი ითვლიდა ხოლმე რომ ჩავიტანე რამდენი რა თანხის თამბაქო გაქონა ყიდიო და მიახლოებით ალბათ სადაც $350 ფარგლებში იყო ერთი აი ესეთი ერთი ღირს მიახლოებით $13-დან $15 რა. ხო, აი და ხო ხდებით ანუ იმის თქმა მინდა რომ რაც უფრო ბევრს გამოცდით და შეიგზნობთ, მით უფრო მეტად გიღმავდებათ ეს შეგრძნების უნარები აი ამ მიმართულებით. კაი, ამაზე ვისაუბრეთ. მესამე მიმართულება არის, ესე იგი მეორე მიმართულება არის Virginia და Burley, ძირითადად ამერიკული მიმართულება, ინგლისური მიმართულება არის ლატაკიას შემცველი აუცილებლად და მერე მოდის Virginia და ორიენტალი. ესეთი რაღაცა. მესამე მიმართულება, რომელიც მხოლოდ ერთი მაქვს ახლა ამ წუთას არის არომატული თამბაქო, ანუ ძირითადად Virginia. ეს არის ესე იგი Black Cavendish-ის შემცველი. Black Cavendish-ის ეძახიან Virginia, რომელსაც რაღაცა აი თქვა სურნელებში, რაღაცას ანუ როგორ აკეთებენ ხო? არომატულ თამბაქოს აკეთებენ როგორ ხან აი რაღაც სურნელოვან სპრეიში ასხამენ ნატურალური სურნელით რა. ან რაღაცაში დაალბობენ და მერე გააშრობენ და ის სურნელს ან რაღაცას სურნელოვანს დაწვავენ და ის შეუვა სუნი და იმასე აკეთებენ ხოლმე ამ სურნელოვან არომატულ თამბაქოებს რა და მოწევის დროს არომატული გემო აქვს. მე არ გვიждები არომატულზე, ანუ ძალიან იშვიათად ვეწევი ხოლმე. ეს ერთ-ერთი ვერსია მაქვს Black Cavendish-ი. ეხა აქ ისე ბევრი გამისინჯავს, მაგრამ აი ვერცერთმა ვერ მომაწონა თავი რა. და მოკლედ
ხო, აი არომატული ვერსია არის მესამე მიმართულება ვირჯინიასთან და მასთან ინგლისურ ბრენდებთან ერთად, რომელიც კიდევ ერთხელ არის არსებული თამბაქოების რაღაც არომატიზირებული ვერსიები, რომლებსაც ასე ვთქვათ ხელოვნურად უმატებენ რა. კიდევ ერთხელ ჩემი აზრით, რაც მე წამიკითხავს და გამიგია, მავნი არ არის რა. ანუ ვერ ვიტყოდი რომ რაღაც ქიმიური ექსტრაქტებით არის დამზადებული, ზოგადად ბუნებრივი ექსტრაქტებით არის დამზადებული და ბუნებრივი სანელებნები და სუნელები აქვს რა, მიცემული, რომელიც ასევე მოწევის დროს გემოში გადმოდის. ეს და ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეს მინდოდა თქვენთვის რომ მენახებინა. ეს არის ორიენტალი, ესე იგი ბათუმის თამბაქოა, ქედის თამბაქო, Samsung-ი, რომელიც წინა ვიდეოში ვეძებე და ქვემოთ ქონდა. კიდევ ერთხელ სასიამოვნო სუნი აქვს, მოსაწევადაც კარგი, აქ ეხა სოლოა რა, ეს ანუ აქ სხვა ნაზავი არაფერი არ არის, მხოლოდ ორიენტალია. ანუ უნდა გასინჯოთ აუცილებლად, კარგია კიდევ ერთხელ. თუმცა აი მე ყოველთვის ვერ მოწე, ეხა რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტი არის ბერლი და ვირჯინია და ბერლი. აი ეგ ნაზავი არის ჩემი ფავორიტი, თუმცა ესეც უნდა გასინჯოთ აუცილებლად, რადგან საქართველოში მოდის და მიუხედავად იმისა, რომ წარმომავლობა თურქულია, საქართველოში მოყავთ. და ამაზეც საქართველოს ქართულ თამბაქოზე და ქართულ კულტურაზე თამბაქოსთან მიმართებით აუცილებლად გვექნება ერთი ვიდეო. ეგ იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა, მეგობრებო. იმედია ძალიან ჩქარა ვარ საუბრობდი და ყველაფრის თქმა მოვასწარი. აბა, კარგად იყავით.